Სალამი YouTube-ს, დღეს მინდა გაგიზიაროთ ჩემი საუზმე, რომელსაც ვიყენებდი მზადების დროს, მატების პერიოდში. ამისთვის დაგჭირდება შვია, უმჯობესია მოხარშვა სჭირდებოდეს და არა მარტო წყლის დასხმა. დამატებით, დარეჩის ვიყენებ, მარილს, ამასთან ერთად ჩიას მარცვალს, ბანანი, ერთი კოვზი არქის კარაქი და ეს გამომიგზავნეს პროტეინის ვარიანტია, ასე რომ ერთი პორცია პროტეინსაც გავუკეთებთ. ესე იგი, ჯერ რას ვაკეთებთ? წყალი უნდა ავადუღოთ, ადუღებული წყალს ვასხავ ხოლმე და ისევ ხარშავ, შეიძლება თუ წყალი დაასხა დაეღოთ ადუღებას, მაგრამ კარგი ვარიანტია თუ ადუღებთ და ისე გააკეთებთ. ავიღოთ ქვაბი, მე პირდაპირ ყველაფერს შიგნით ვუშვები ხოლმე, ასე, ავწონოთ შვია. დაახლოებით 120 გრამს წონი ხოლმე. ზუსტად არის კაკრას. შემდეგ მარილი. მარილი შეგიძლია აწონოთ. ზოგადად თითო კვებაზე ეცადეთ რომ 2-3 გრამი მარილი მაინც გქონდეთ. გააჩნია რამდენი კვება გაქვთ. მაგრამ მე მაინც ასე მაქვს გადანაწილებული. ამიტომ ასე შეგვიძლია მოვიქცეთ და ავწონოთ. ასეთი კოზი მაქვს. ასაწონი. კაი ვარიანტია ძალიან. ან აწონო მარილის აუცილებელი არ არის, მაგრამ შენ შემთხვევაში ისე არის, რომ თვალის ზომით შეიძლება ძალიან დაგიმრაშდეს, ან დაგაკლდეს. თავისთავად დღის განმავლობაში გვჭირდება სწორი მარილის რაოდენობა, რომ ან წყალი არ შეიკავო, ან პირიქით არ დაგაკლდეს და სპაზმები და 1000 უბედურება არ დაგიმართოს. აი 3 გრამი. ძალიან ცოტა არის. თუნდაც გამოიყურება, მაგრამ რეალურად საკმარისია. დამატებით შეგვიძლია დარიჩინი ჩავაყაროთ უკვე. ერთადერთი რასაც მე ვუშვები არის ალბათ პროტეინი. რადგან სტრუქტურას უცვლის მაინც ადუღებული წყალი. ეს მანამდე ჩავთავ. ეს შევდოთ. მარილიც აღარ გვინდა. ჩია ყველაზე პოპულარული მარცვალია გონი დღესდღეობით. ჩიაც ჩავყაროთ. სხვადასხვა კარგი ვარიანტია თუ ბევრ დადებით რაღაცებს გამოიყენებთ კვებაში. ანუ არ გადატვირთავ, მაგრამ დადებით ელემენტებს შემოიტანთ. შეგვიძლია არქის კარაქი უკვე აქვე ვქნათ. ამაზე პრობლემა არ არის, ფუკრად გადაწილდება ერთი კოვზი. კრავებშიც გეტყვით რამდენი გამოდის ეს ერთი კოვზი, ზუსტად თუ გაინტერესებთ. დაახლოებით 15 გრამი უნდა იყოს ან 10. სტრუქტურას გააჩნია, მაგრამ ეხლა ჩემი არქის კარაქი არის ცოტა გამაგრებული უკვე. მონაკლები ზეთი აქვს და აი 15 გრამი გამოვიდა ზუსტად. შვენიერი. 15 გრამი სრულიად საკმარისია. დაახლოებით 7 გრამი ცხიმი გამოდის ალბათ. ესე იგი შეგვიძლია არქის კარაქი გადავდოთ, მეტი აღარ გვჭირდება. ანუ ამის შემდეგ აღარც ზემოდან აღარ ვუშვებით არქის კარაქს. ბანანი შეგვიძლია აქვე ჩავაჭრათ. კი ცოცხლად კარგია, მაგრამ ბევრად ათვისებაში ვქნით როლს შეიტანს. იმიტომ რომ ამას თავისი ოჭკო და ყველაფერი რომ აქვს, შეიძლება ოდნავ გაუჭირდეს სხეულს გადამუშავება. ამ სტილში კიდევ გემოც კარგი ექნება. ათვისებაც შვენიერი. ასე. ყველაფერი იდეაში ერთ ხვაფში გავაკეთეთ. ეს წყალს დავასხავ, ისევ დაიფაროს. აი ეს არის flimily peanut butter. ამას პროტეინ შეიკი არის, რომელსაც აქვს არქის კარაქის გემო. საკმაოდ კაი ჩანს. რომელსაც ვცდი, ეს დღეს პირად უნდა ვცადო. და ერთი ის უნდა დავამატო. ეს არის ბრაუნის გემოთი. და მაინტერესებს როგორი გამოვა. ეს წყალი გადაღებულად დავასხავ, დაახლოებით 300. ნახოთ რამდენი გამოვა.
400 იყოს, მოდი. შო. ესე. ამას შეგვიძლია ამით ამოვურიოთ. გადავანაწილოთ კარგად და დავდგათ უკვე გაზზე. და როცა გამზადდება, მე შეგვიძლია ჩავყავოთ პროტეინი. როგორც ცხელ მდგომარეობაში, მაგრამ არა ადუღელ მდგომარეობაში. აი ეს. გადავდგავ გასამზადებლად. გადმოვდგი გაზიდან. ხა სანამ გადმოვიტან ჯამში მანამდე მინდა პროტეინი გავხსნე შეგინეთ. აი ესე. რაც გემოთი როგორ იქნება ნახოთ. ეს ხაშუნა ჩანს. ზოდა მეტმა. ის კაი ვარიანტია რატო? ანუ აქ შეგიძლია წყალი ჩაასხა. და ეგრევე დალია. მაგას ეს კარგი ვარიანტია საკმაოდ. მაგრამ მე არ მჭირდება ამ შემთხვევაში, ასე რომ აქ ჩავყრი. იდეაში წყალში იხსნება და მე უნდა ჩაასხა. მაგრამ ესე გავუკეთოთ ჩვენ. პირდაპირ ავურიოთ. მე ზოგადად პროტეინის დალევა არ მიყვარს. ანუ მართლა. პროტეინის დალევა არ მიყვარს. უნდა რომ მიჩვენია გავაგემრიელო საკვები, ან საკვებში უფრო მომწონს მისი გემო, ვიდრე ისე ჯერ დალევა. და თან საუკუნე პროტეინს ვარ და გემო დიდად რო გითხრათ რომ რაღაც სასწაულია ჩემთვის და უხრა კარგი შეგრძნებაა თქო არა. ასე რომ ბევრად გემრიელი არის, როცა საკვებში უშვები. კარგი კონსისტენცია მისცა. გადმოვიტანოთ ახლა. ცოტა სქელი ხო არ გამოვიდა, ანუ ფაფასავით არის. საკმაოდ ბევრი ცილაც აქვს, ნახშირწყალიც კარგად არის და ცხიმიც კარგად არის. ამიტომაც არის ეს კარგი ვარიანტი საუზმეზე. უბრალოდ თავი ის რომ კარგი შვია იყიდოთ და მუხარშვის დრო გქონდეს. აი ესეთი გემრიელობა გამოვიდა. მშვენივრად გამოიყურება. შესაბამისი ნახშირწყლები აქვს, შესაბამისი ცილა აქვს, შესაბამისი ცხიმი აქვს. რა ვიცი, ბოჭკო აქვს, ყველაფერი კარგია, ჩემთვის სამკვებაში. მარტივად ადვედმოსამზადებლად გამოიყურება. ასე რომ რა ვიცი მიგირჩევთ დილს საუზმეზე ეს გქონდეთ. იდეალური ვარიანტია, არ ვიცი. ეს რაღაცა გამოგვივიდა. ჩემთვის გემრიელია, ატმოსფეროზრებელი. ასე რომ თუ ესეთი გაზიარებები მოგწონთ, ნახა ამემზადები, შესაბამისად შემიძლია რომ ბევრი რაღაც გაგიზიაროთ, რასაც ვიყენებდი მზადების პერიოდში და კიდევ უფრო მეტი შემოგთავაზოთ. თქვენგან ერთ-ერთი მჭირდება ხალაჭერა, ლაიქებით, კომენტარებით. და მე რა თქმა უნდა არ დაგზავნდებით არანაირ ვიდეოზე და არანაირი ინფორმაციის გაზიარებაზე. პირიქით მიხარია და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ. ასე რომ ესე ჩვენი დილის საუზმე სცადეთ თუ მოგეწონებათ. ან თუ იყენებთ უკვე შეგიძლიათ რომ კომენტარებში დაწეროთ და შევხვდებით უკვე შემდეგ ვიდეოში. ავადროებით.